ამ წუთებში სასწავლებლების მინისტრი სოზარ სუბარი ბრიფინგს მართავს, ჩვენ საშუალება გვაქვს პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში. არის რესპუბლიკური, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო იქიდან იყო გადაყვანა. ამ კანონიურ ნავადყოფები ძიმე იყო მათი მდგომარეობა ციხის პირობებში რომ ხერხდებოდა მკურნალობა და ამიტომ გადმოიყვანეთ გუდუშაურის კლინიკაში. სამწუხაროდ ჯერჯერობით ციხის საავადმყოფოებში მდგომარეობა ჩამოუვარდება ქალაქის საავადმყოფოს, თუმცა გაზრდით პირობას, რომ რამდენიმე თვეში მდგომარეობა იქნება აბსოლუტურად თანაბარი, სტანდარტი იქნება იგივე. ჩვენ ვითანამშრომლებთ ძალიან მჭიდროდ სამოქალაქო სექტორთან, სამოქალაქო ჯანდაცვასთან, მაგრამ ამავდროულად ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობა იქნება იგივე სტანდარტის, რაც არის სამოქალაქო სექტორში და ზოგადად სახელმწიფოში. უბრალოდ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, შეუძლებელი აღმოიფროს ერთ თვეში, შეუძლებელი აღმოიფროს სამ თვეში, მაგრამ დღეს რომ სამჯერ გაიზარდა სამართლის სერვისების მიწოდება სასილახლების სისტემაში, ეს თავისთავად მეტყველებს იმ პოზიტივზე, რომელიც ხორციელდება ამ სისტემაში და ეს პოზიტივი ძალიან მალე კიდევ უფრო გაიზარდა. დაპირისპირების მიზეზი რა გახდა და ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა გარდაცვლილ ბადრაგს და სად არის ექსპერტიზა წარდება ისევ და ისევ ვიმეორებთ წინასწარი მონაცემის ის გარდაიცვალა გულის შეტევით მის მიმართ აკორცება არანაირ ფიზიკურ შეურაცხყოფას აძლევი არ ქონია, მაგრამ ის გარდაიცვალა მიუხედავად იმისა თუ რამ გამოიწვია სიკვდილით გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, იმიტომ რომ ის იმ დროს იქ იმყოფებოდა როგორც ბადრაგის თანამშრომელი და აღსრულებდა თავის მოვალეობას. მისი პირდაპირ კავშირი ესე ხადია ძალიან ძნელია დაადასტურა იმ ინციდენტთან რაც მოხდა, იმიტომ რომ გულის შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება მომოვიდეს ადამიანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ასრულებდა თავის მოვალეობას, თავის სამსახურებრივ მოვალეობას და ბუნებრივია ჩვენ მაქსიმუმს დავაკეთებთ მის ოჯახის დასხმარებისთვის, მას ჰყავდა 4 შვილი და ჩვენ დავეხმარებით ამ ოჯახს და ამავდროულად ჩვენ თანამშრომლობას უცხადებთ. ატეროშორის დაპირისპირების მიზეზი რა გახდა ცნობილია? ზოგადად რომ გითხრათ, უბრალოდ საზოგადოება ეხლა უფრო ხშირად იგებს იმ ვითარებას, რაც ხდება ციხეებში, რომ ეს თვითდაზიანებების შემთხვევები არის ყოველდღიური. ჩვენ საგამოძიებოში დღეში დაახლოებით 20 შემთხვევა შემოდის თვითდაზიანებაზე, ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა დოლმა ხელისუფლებამ, ეს ხდებოდა ყოველთვის და ახლობთ ეს არის პლუს-მინუს 20 შემთხვევა დღეში. უბრალოდ ეხლა საზოგადოება უფრო მეტად არის ინფორმირებული, იმიტომ რომ სისტემა არ არის ჩაკეტილი და თუ რა არის ამის მიზეზი, ამის მიზეზი იყო ის სასტიკი რეჟიმი, რომელიც იყო წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში ფსიქიკურად მოქმედებდა ადამიანებზე, როცა ადამიანი არის ჩაკეტილი წლების განმავლობაში, თვეების კი არა, წლების განმავლობაში, სადაც მას არ აქვს მის ამოღების უფლება, მას არ აქვს უბრალოდ მეორე პატიმართან დალაპარაკების უფლება, მის მიმართ ყოველდღიურად ხორციელდებოდა ძალადობა, ბუნებრივია რომ ეს გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ეს იწვევს ძალიან ხშირად თვითდაზიანებებს, რომლებსაც ადგილი აქვს სისტემაში. ბოში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამნისტიის შემდეგ შესაძლებელია ქუჩაში გამოვიდეს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, შეიძლება ვინმე ისეთი გამოიპაროს, ვისაც მოუწევს ციხის შებრუნება და რომ თუ გაიზრდება კრიმინოგენური ვითარება და გართულდება შემთხვევები, შესაძლებელი საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს ამას. რამდენად როგორია თქვენი შეფასება ზოგადად ამნისტიასთან დაკავშირებით, ანუ ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ უფრო შეიძლება ბევრი ასეთი შემთხვევა ვიხილოთ, მას შემდეგ რაც ციხეს აწევს ძალიან ბევრი პატიმარი? პირველი, ბევრი ასეთი შემთხვევა, მე მგონი არასდროს დასმული კითხვა, იმიტომ რომ ეს მოხდა არა ციხის გარეთ, არამედ სწორედ პატიმრებს შორის. მეორე, ჩვენ ხელისუფლება ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამნისტიის საკითხს. ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხეები არის გადატვირთული, ძალიან ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებით, რომლებსაც ზოგჯერ უდანაშაულოდ იქნიან საშიელს, ან ზოგჯერ არაადეკვატური საჭიროებები აქვთ მის შიელი და ეს მდგომარეობა უნდა გამიმუხტოს, მაგრამ ამავე დროს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აბსოლუტურად არ მოახდინოს ამან გავლენა კრიმინოგენური ვითარების გავარესებაზე. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ სიები რითაც თქვათ ჩვენი სამინისტრო ახდენს პირობით ვადამდე გათავისუფლებას და შეგიძლიათ შეადაროთ ეს მისიებთან. ეს არის საშუალებლების სამინისტრო სოზარ სუბარის განცხადებით. წინასწარი ინფორმაციით გუდუშაურის კლინიკაში ბადრაგი გულის შეტევით გარდაიცვალა. ინციდენტი კი პატიმრების დაპირისპირებისას მოხდა. გუდუშაურის კლინიკასთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია, რომელიც ბოლო ინფორმაციით ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. იმედა გისმენთ. პატიმართა
გავარკვიოთ რა მოხდა რეალურად გუშინ გვიან ღამით ღუდუშაურის კლინიკაში მე-8 სართულზე ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. გუშინ საღამოს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში საჯელასრულების სხვადასხვა დაწესებულებებიდან 3 პატიმარი მოათავსეს, მათ ჩაუტარდათ გამოკვლევები და შემდგომი მკურნალობისათვის კლინიკაში დატოვეს 3-ვე პატიმარი. პატიმრები იყვნენ ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ, კლინიკაში 10-ზე მეტი ბადრაგი იმყოფებოდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით ინციდენტი და დაპირისპირება მოხდა თავად პატიმრებს შორის, მეორე ვერსიით, რაც დაადასტურა კიდეც საჯელასრულების მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ, მეორე ვერსიით კი ბადრაგსა და პატიმრებს შორის, რის შემდეგაც საქმეში უკვე კლინიკის დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ და მათ უკვე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დღეს დილით კი 7 საათის შემდეგ დაახლოებით 8-15 წუთზე დაფიქსირდა ერთ-ერთი ბადრაგის გარდაცვალება და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიღუპა 48 წლის საჯელასრულების დაწესებულების თანამშრომელი, 48 წლის ბადრაგი. ის მისი ცხედარი 2 საათის წინ გადაასვენეს ჯერ პროზექტურაში ექსპერტიზაზე და როგორც მე უკვე მაცნობეს შემდეგ ოჯახში. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვუსმინოთ ერთ-ერთი ხელმძღვანელის ინტერვიუს. მე პერსონალსა და პატიმრებს შორის იყო მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობით გამოწვეული შეხვედრა. პატიმრები იმყოფებოდნენ ბადრაგის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ და ხამის განმავლობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი, გარდაიცვალა ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი. ამ ინციდენტის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩაერთო ჩვენი დაცვის სამსახური, საპატრულო პოლიციაც და ამ ეტაპისთვის ხას ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მედმუშაკებიც, სამედიცინო პერსონალიც, თვით ბადრაგიც, ვინც მონაწილეობდა ამ ინციდენტში და ვინც თვითმხილველია ამ ინციდენტის, მოდით ასე ვთქვათ, აძლევენ საგამოძიებო ღონისძიებაში ღებულობენ მონაწილეობას და ალბათ მათი ინფორმაციის შემდეგ გახდება ცნობილი ამ ფაქტთან დაკავშირებული დეტალები. ერთ-ერთი ინფორმაციით პატიმრების მხრიდან მცდელობა იყო ნეიროქირურგიული განყოფილების დარბევის, რომელიც როგორც უკვე გითხარით მე-8 სართულზე მდებარეობს ამ კლინიკის. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ დავბრუნდით ამ განყოფილებიდან დავათვალიერეთ ეს განყოფილება. აქ მსგავსი არაფერი არ მოხდარა, თუმცა მედპერსონალი ადასტურებს, რომ დარბევა მოხდა თავად პალატაში, დამტვრეულია სხვადასხვა ნივთები. ისინი ასევე ამბობენ, რომ ეს პატიმრები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ საავადმყოფოში შემოსვლის პირველივე წუთებიდან. ღუდუშაურის კლინიკის ინციდენტზე იმედა დარსალია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.